რატომ უნდა გადაიწიოს რა აუხსნათ მაყურებელს რატომ შევით აქცია შეიძლება რომ განმარტოთ ირვადეიდა გადმოდი შენგენ აცვალე მოდი მოკაცრავად რატო გადაკეთე გზა რატო გადაკეთე აი იქ რატო არ უშო აი იქ ანუ აქ აქცია კაცრავად რატომ შევით აქციას არ უშო კაცი ხედავთ ირაკლი გრებუაძეს რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია აქ მოქალაქე ირმა ზოიძე რომელიც ცდილობს იმას რომ პოლიციამ ვერ დაშალოს აქცია ყველგან სამშობლოა ანუ ვიფარავ შენ და იფარ რატომ შევით ამ აქციას შეგიძლიათ რომ რა აბა რა არის ხო ჟურნალისტის და გამარტეთ რა არის აქციის დაშლა სადნა ხო და მე ამას ხედავ როგორც დაშლა თქვენ მოუწოდეთ რომ რატო შლით აქციას სად ნახეთ აქციას ხო და გითხარით რა არის სად ნახეთ აქციის დაშლა რა სიტყვა ხელოვნურად გზა რომ არ გადაკეტონ მოქალაქეებმა რატო გიზო ხელოვნურად არ აქციის დაშლა არის სხვა აქციის გამართვა არის ხელოვნური აქციის გამართვა არის ხელოვნური ბატონო ირაკლი აქციის გამართვის უფლება აღარ აქვს აქციის გამართვის უფლება აქვს მაშინ რატომ ვნებით რომ აღარ შეიკრიბონ რას თქოთ ამ გამარტება არ გესმით აქციაზე წინაშე არა შეკრებილი ადამიანები მათ არ აქვს უფლება გზის გადაკეთვა იცით რას რატომ არის ხელოვნური ხუთი ადამიანი როდესაც არ აძლევს ავტომობილებს გადაადგილების უფლებას არის თუ არა ხელოვნურად გზის გადაკეთვა დათმართა 5 ადამიანია 5 ადამიანი კეტავდა კონკრეტულად იმ ნორმალურად გააკეთე კომენტარი ძალიან ბევრი ადამიანი ჩანს ჟურნალისტი იყავი ობიექტური ჩემი თხოვნა რა არის აქციის დაშლა არის ობიექტური და კანონიერი რა გზა იქეთ რო არ უშვის აი მანქანა არ უშვის თქვენ ახლა ისმენდით და ობიექტური ჯაბა ანუ რა არის ობიექტური რომ განუმარტეთ ჩვენს მაყურებელს აგერ ხედავ კაცი ხედავ მოცემულებას ბატონო ირაკლი რაც არის ობიექტური ძალით ხარ ანუ რას გულისხმობ და აქცია არავის არ დაუშლია აბა რა არის ეს რა არის აბა რასთან გვაქვს საქმე მოგეთ ეს არის ირაკლი ეს აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი პირების პოზიციებს ისმენთ ახლა თქვენ მათ შორის ირაკლი გებუაძეს რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია ის ამასო 5 პირი არის შეკრებილი აქციაზე და ხედავთ ახლა რამდენი ადამიანია აქციაზე და საპროტესტო აქციაზე შემოსულ ადამიანებს მოუწოდებდა ბათუმის პოლიციის უფროსი ასევე აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი გრიგოლ ბესელია რომ მათ დაეტოვებინათ საავტომობილო გზის საავალი ნაწილი ისინი ამბობდნენ რომ ხელოვნურად არის გადაკეტილი საავტომობილო გზა და ამიტომაც მათ ახლა ეს საავალი ნაწილი ავტომანქანებისთვის უკვე გაათავისუფლეს და მოუწოდეს აქციის მონაწილეებს რომ გადასულიყვნენ ტროტუარზე. ირმა რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს რა ხდებოდა აქ და რა მოითხოვეს პოლიციელებმა. გელართ აქ და საკმაო რაოდენობის იმისთვის რომ შუაგზაზე წვიდგეთ და ხელოვნურად იყო გადაკეტილი ახლა ჩვენ მოვისმენთ ირაკლი გებუაძის დავასრულეთ. თვითონ მხარეს სპეციალურად გადაკეტა პოლიციამ გზა თვითონ ჩახერგა და მეუბნება რომ ქალაქში კოლაფსიაო თვითონ ქმნის კოლაფს და მე მეუბნება რომ ჩვენ ვქნით კოლაფს. ანუ საშუალებას არ აძლევდა რომ გასულიყო და ეხლა კითხე პოლიციელს რატო არ უშვებდი და ბრძანება მაქვს. პოლიციელმა მითხრა რომ ბრძანებას ვასრულებო. ეხლა რომ ვიკითხე რომ რატო გადაკეტეთ ის გზამეთი და რატო არ აძლევს საშუალებას ეხლა დაათავისუფლეს და საშუალებას კოლაფსის დროს პოლიციამ გადაწყვიტა რომ იქ აღარ შეიძლება გავლა. ოღონდ ვიზაზე არ ვიცი. და აქ განმარტავდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი გებუაძე რომ ხელოვნურად ცდილობენო გზის გადაკეთვას აქციის მონაწილეები 5 კაცს ქონა გადაკეტილი ქუჩაო და რა შეგიძლიათ უთხრათ ამას? ხან 50 ამობენ, ხან 150, ანუ არ ვიცით რამდენია საკმარისი იმისთვის რომ გამოვხატოთ ჩვენი უფლებები და ვილაპარაკოთ ჩვენს პროტესტზე. ანუ ამის ჩემი უფლებების დაცვას პოლიცია არაპირებს. ლაპარაკობს იმ ადამიანებს, რომელსაც ალტერნატივა აქვს. გავიან იქით ახარეს. მაგრამ არა, იქით არ წახვიდეთო. პოლიცია უნდა გაიაროს მანქანა. ხო. არა, შეიძლება ითქვას რომ ეს არის საპროტესტო აქციის დაშლის ცდილობა პოლიციის მხრიდან. რა თქმა უნდა, სხვა პირობა არ არის.
ძალიან ნათელია. იქ რომ გზას გადაკეტავდა, მე მეუბნები რომ აქეთ უნდა გაიაროსო. აბა ამას რა ქვია? ხო, გასაგებია. ეს ირმაზოიძეა, აქტივისტი, რომელიც ახლა საუბრობდა იმაზე, თუ რა მოთხოვნა ქონდა პოლიცია საპროტესტო აქციაზე. თქვენ ახლა ისევ გესმით პოლიციის ხელმძღვანელი პირებისგან მოწოდება, ისინი მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, რომ მოძრაობას მოახერხებთ ბესელიასთან. ანუ აი ამ თავისუფალ წვიმაში, ძლიერ წვიმაში საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს არ აძლევენ ქუჩაში დგომის საშუალებას. თქვენ რატომ გაესწრებთ ვისაც დადგება? რატომ უნდა გათავისუფლდეს სავალი ნაწილი, როცა არის აქცია? რომ არის მოძრაობს მანქანა. ანუ ქუჩაში გამოსულ ადამიანებს აქე დადექი შუა ქუჩაზე გეხარდა. მოდი აქე დადექი. შუა ქუჩაში დგომის საშუალება რატომ არ აქვს? აქცია იმართება. მოძრაობა არ შეაფერხა. ანუ რა რისაფუძველზე? აი ხედავთ ახლა როგორ იცევიან, ექცევიან პოლიციელები როგორც ჟურნალისტებს, ასევე აქციის მონაწილეებს. მე გეკითხები, თქვენ თუ გინახიათ დაშავებული პოლიციელები და რაოდენობა? არა, ამ შემთხვევაში კითხოთ მე ვთქვა ბატონო. გვაჩვენეთ ეს დაშავებული პოლიციები. ამ შემთხვევაში გზის მოძრაობას ჩვენ ვარეგულირებთ და გადავგზავნით იქით და ან აქედან გააჩვენეთ. ამომიჩა არ უნდა ჩვენ მოდი ის მანქანა. გასუაშია მოდის აქ შუა ქუჩაში არ უნდა იქნას. კაცო, გადმოგზავნით. მე ინტერვიუებს არ ვიძლევი, დადექით აქედან გააჩვენეთ. ეს ირაკლი გებუაძეა, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირები და ახლა უკვე აქციის ისმის ორგანიზატორების, თვითმფრინავი პირების მოწოდებები, რომ დატოვონ მანქანების სავალი ნაწილი. აი ასეთი მოცემულობაა დღეს ბათუმში. უკვე მე-19 დღეა ადამიანები იკრიბებიან საპროტესტო აქციაზე, ისინი აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას, ხელისუფლების მიტაცებას და იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში განსაკუთრებულად ცივა ბათუმში, ძლიერი წვიმა ახლაც ამ წუთებში ადამიანები ქოლგებით გამოვიდნენ ისევ მოუწყოთ საპროტესტო აქციაზე, მაშინ როცა საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროპულ მომავალს და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მაგრამ აქციის მონაწილეებს ეუბნებიან პოლიციელები, როგორც თქვენ ახლა უკვე მოვისმინეთ პოლიციის ხელმძღვანელი პირებისგან, რომ მათ არ აქვს ქუჩაში დგომის უფლება, ისინი მოითხოვენ იმას, რომ აქციის მონაწილეებმა დაიკავონ მხოლოდ ტროტუარი. ხელოვნურად არის გადაკეტილი ქუჩაო, ასეთია პოლიციის უფროსების განმარტება. თქვენ ხედავთ ადამიანების რაოდენობას, რამდენი ადამიანია შეკრებილი ახლა აქ აქციაზე. ეს კი აქტივისტი ირმაზოიძეა, რომელიც ასევე აპროტესტებს პოლიციელების მოთხოვნას, რომ დატოვონ ქუჩა. ახლა სასაცილოა ალბათ. რა უფლებაა? ფასუხლებს როგორ იცავ? ნახევარი საათი. მოგიწოდე. აგე გადაიწევ 3 წელს და არ იწევი. არ გამორჩილები. როგორ იცავ ჩვენ? ანუ თქვენ არ რაცვაში აქ არავინ არ არის. აქციაზე მოვედი. პროტესტია. პროტესტი მე მიგეცა, რა თქმა უნდა. არ მიდექი მოდიდი შევიწყობდი. არ ვიცავ თქვენ. არ შეიძლება კანონიერად გააპროტესტო? აუცილებლად კანონი უნდა დაარღვიოთ და ქვა ისროლოთ და მერვერკი ესროლოთ და გადაგაკეთოთ და ასე შემდეგ. აუცილებელია 10 კაცი შედგეთ ერთ ადამიანს და ხალხი უნტრიოთ, ეგ აუცილებელია. პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებს თავს დაესხა და აუცილებელია. არ გინახავთ ხალხო? ჟურნალისტებს თავს რო ესხიან პირდაპირ ეთერში არ გინახავთ. არა არ გვინახი. როგორ არ გინახავთ? არ გვინახი. შენ გინახი რა? ადამიანის უფლებაც არ იცავ. გაიწვარა ნებები და გადადიან მართავს პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია აკადემიას. პოლიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელს გადაბძან ჩემ უფლებას. გადაბძან ვიდგი აქ გამოპროტესტ. სამართლიანად შევიდო. აი გადაბძან. ვინ
ჩაგიტარა დღეს რუსი პოლკოვნიკი იყო ჩამოდგა ჩაგიტარათ ისინი ხელს ნუ კიდე ჩაგიტარათ ტრენინგები ვერ მიყვირებ არ გაქვს მაგის უფლება და შენ რა იმის უფლება გვარბიო და გადაგვია რა ხედავთ როგორ ექცეოდა მოქალაქეს აქტივის გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსია ეს კაცი და ხედავთ რომ ფიზიკურადაც შეეხოს მოქალაქეს და სადა მისი გადაეწერა არ ვიცი რა შეიძლება მას დავარქვა აქ აშკარად არ არის ხუთი კაცი თქვენ ამას ძალიან მარტივად ხედავთ კადრებში როგორც ეს ირაკლი დგებუაძემ განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ის ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელია ხუთი კაცია სულ რაღაც აქციაზეო და ხელმძღვანელი გადაკეტილი ქუჩაა ამიტომაც ითხოვთო ქუჩის გათავისუფლებასო ასეთ იყო ირაკლი დგებუაძის განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რადგანაც ითხოვდა პოლიცია იმას რომ დაშლილიყვნენ აქციის მონაწილეები და გადასულიყვნენ ტროტუარზე ასეთი მოცემულობა ამ დროისთვის ბათუმში ჩვენ ახლა ისე ვართ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ძალიან ბევრი პოლიციელია მობილიზებული, მათ შორის პოლიციელების დიდი ნაწილი ნიღბებით არის წარმოდგენილი, როგორც წინა დღეებში ჩვენ ამას ხედავდით. მეორე მხარეს არის საგონსო სასამართლო, სადაც უკვე ბოლო 19 დღეა უწყვეტად იმართება საპროტესტო აქციები, საღამოს 7 საათიდან. დღის განმავლობაში არათ ლოკაციაზე იკრიბებიან ადამიანები და გამოხატავენ პროტესტს, ისინი უპირისპირდებიან პრო-რუსულ მიმართულებას ქართული ოცნებიდან და იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხე ელოდება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ასეთი აქ შეკრებილი მოქალაქეების განწყობა და არა მხოლოდ აქ ბათუმში და თბილისში, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ყველგან გამოდიან მოქალაქეები და აპროტესტებენ საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასვლას და ამბობენ, რომ ისინი არ შეჩერდებიან, არ შეჩერდება ეს პროტესტი, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება და არ ჩატარდება ქვეყანაში რიგარეშე ხელახლა უპროსტად არჩევნები სამართლიან გარემოში, ასევე არ გაათავისუფლებენ იმ ადამიანებს, რომლებიც დააკავეს ამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებზე. 400-ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული, როგორც ვიცი, ადმინისტრაციული წესით. მათ დიდი ნაწილი არის ნაცემი დაშავებული ნაწამები, ასეთია ზუსტად ნაწამები, სახალხო დამცველის და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება უკვე ადამიანებზე, რომლებიც დაშავდნენ საპროტესტო აქციებზე. 30-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული სისხლის სამართლის წესით.